არ გჭირდება ძმაო ჩვენ არაფერი, არც სპორტსმენი და არც საზოგადო მოღვაწე, არ ვართ ამის ღირსი. ადამიანი ამოვიდა ოქტაგონზე შენი ქვეყნის დროშით, შენი ქვეყნის სახელით და შენ ამ ყველაფერს ასე უფასებ. თან როგორ ისტორიულ ივენტზე, მართალია ახლა ეს შეხვედრა წავაგეთ, მაგრამ დიდი მარცხის გარეშე დიდი გამარჯვებები არ არის. წარმოიდგინე რა დატრიალდა ახლა, ვიღაცა გაიქცა 20 ლარი დაწერა ამ ყომარბეთში ეს ტოტალიზატორების სახელები არ მინდა გამოვაცხადო. 20 ლარი სრული ამ სიტყვის პირდაპირ მნიშვნელობით გაუსხა ილიამ და ახლა ბოღმა უნდა რომ გადაანთხიოს ბოლომდე. როდის უნდა გავარჩიო ჯანსაღი კრიტიკა და უბრალოდ შეფასება რა, ეხა კრიტიკასთან რა გვინდა საერთოდ. ტიპმა რამდენი სიხარული მოგვიტანა და ერთი მარცხი და ყველაფერი დაგვავიწყდა. აქეთ ცოტა ხმაური მაქვს მაპატიეთ. მე ვფიქრობ რომ ეს ყველაფერი ილიას ბრალია. ილიამ ძალიან მიგვაჩვია გამარჯვებებს და ახლა უკვე აღარ მოგწონს მარცხი. კიდევ ერთხელ მინდა დავაკონკრეტო რა, ის თქვენ რასაც ეძახით პროფესორებო, ჯანსაღი კრიტიკა კაცო, არ უნდა ვაკრიტიკოთ? ეს კრიტიკა არის სპორტსმენს რომ ყომარში ადანაშაულებ, ეს კრიტიკა არის? ბიჭო, რაღაცა დაწერე ორი სიტყვა, შედი ადამიანის მდგომარეობაში, ხო? იცი რომ ასეთ რაღაცებს ადრე თუ გვიან სპორტსმენები მაინც კითხულობენ. შენ კიდე იმის მაგივრად რომ ეს სპორტსმენი გაამხნევ, ჩემს ზურგს უკან ხედავთ რეებიც ხდება. არ მჭირდება მე ამ კონკრეტული ვიდეოთი განსაკუთრებული პოპულარობა. მე ეს არაფერს არ მაძლევს. უბრალოდ გული მწყდება იმაზე რომ ქართველები ისევ იმ ეტაპზე ვართ, რაზეც ძალიან დიდი წლების წინ ვიყავით. საერთოდ არ გვინდა რომ ჩვენს გულში, ტვინში რაღაცები შეიცვალოს და საქმე უკეთესობისკენ წავიდეს. ამაზე საერთოდ არ ფიქრობთ. მთავარი შენთვის არის ის რომ მე ესე ვფიქრობ, მე ესე მიმაჩნია და ეს არის ჩემი აზრი და დარწმუნებული ვარ რომ არ ვცდები. ხო, და თან დავამატებ პლუს მაქვს მე ძმაო ამის უფლება სრული რომ რაც მინდა ის ვილაპარაკო, სიტყვის თავისუფლება ძმაო. ბიჭო, ყველაფერი თუ ყომარია, ფეხბურთი ყომარია, ჭიდაობა ყომარია, ოლიმპიადა ყომარია, ევროვიზია ყომარია, ეს კონკრეტული დაპირისპირება ყომარია. რაღაც იკლავ თავს რიძია და რაღაც უყურებ, საერთოდ და რაღაც გულშემატკივრო, ხო? შენ ჩემი აზრით მთაში უნდა წახვიდე და მომთაბარე ცხოვრებით უნდა იცხოვრო. იქ ყველაფერი სუფთა იქნება. არაფერი, არც ტელევიზორი არ გექნება, არც მობილური არ გექნება, არც ყომარი არ იქნება იქ და იქნები დასვენებული შენც და ჩვენც. ყომარია ძმაო, აბა რა არის და იკლავს თავს ეს იშლის ნერვებს.